მოგესალმებით. დღევანდელი ვიდეო გაკვეთილის თემა იქნება ტესტირების ელექტრონული საშუალებები. მოდით თავიდან შევთავაზოთ, რომ ტესტირება საკმაოდ რთული პროცესია. ამიტომ მე თავს ვერ გამოვიდებ ტესტირების მეთოდის ავკარგიანობის ან კარგი ტესტის კრიტერიუმების შეფასებისგან. ძალიან მოკლე შესწავლის შემდეგ ტესტირების ელექტრონულ საშუალებებს გაგაცნობ. ხოლო მათ, ვისაც უშუალოდ ტესტირების პრობლემაზე უნდა მეტი ინფორმაციის მიღება, ვთავაზობ ქართულენოვან მასალებს, რომელთა მოპოვებას მე ინტერნეტში შევძელი. როგორც ჩემთვის ცნობილია, პირველი პედაგოგიური ტესტი 1864 წელს შექმნა ინგლისელმა ჯორჯ ფიშერმა. ეს იყო სასკოლო მიღწევის ტესტი, ეგრეთ წოდებული სკალირებული წიგნი. ზოგიერთი კოლეგა ტესტირებას შეუცვლელ და იდეალურ კომპონენტად მიიჩნევს. ზოგი სკეპტიკურად უყურებს და თვლის, რომ დაჯექი შენათიანი სისტემას ვერავინ შეცვლის. მე კი ტესტი პედაგოგიური პროცესის შედეგის გაზომვის ერთ-ერთი ტექნოლოგიური პროცესი მგონია. მოგვეხსენებათ, ნებისმიერ აქტივობას სჭირდება გაზომვა და რაოდენობრივ მახასიათებლებში გამოსახვა. ამ მახასიათებლების ანალიზი და დაკვირვება საშუალებას მოგცემს შევაფასოთ უკვე განხორციელებული აქტივობების სუსტი და ძლიერი მხარეები. იგივე მონაცემების ანალიზის შედეგად შეძლებთ გადავხედოთ ჩვენ სამომავლო გეგმებს და კორექტირება შევიტანოთ მასში. დღეისთვის ტესტირება პოპულარული გახდა იმიტომ, რომ შესაძლებელია შედეგების გაზომვა და ანალიზი განხორციელდეს მოსწავლეთა დიდ მასაზე ინდივიდუალურად. ეს პროცესი საკმაოდ იაფია, ტესტირებას არ ჭირდება დიდი დრო, შედეგები არის ობიექტური და მიუკერძოებელი. შედეგების ანალიზი და შეფასება შესაძლებელია უმოკლეს დროში. შედეგი მეტნაკლები ალბათობით ასახავს რეალობას. ანალიზისას გათვალისწინებული უნდა იყოს ტესტირების ცდომილება. მაგრამ ამ ინსტრუმენტსაც გააჩნია უარყოფითი მხარეები. თვითონ ტესტის შედგენას და მომზადებას დიდი დრო სჭირდება, ობიექტური შედეგის მისაღებად საჭიროა გარკვეული სახის აქტივობების განხორციელება, არსებობს პასუხის შემთხვევით გამოცნობის შანსი. ტესტირებით შეუძლებელია მაღალი კოგნიტური უნარების გაზომვა. ამ ვიდეო გაკვეთილში მინდა შემოგთავაზოთ ტესტირების მარტივი ელექტრონული პროგრამის აღწერა. ამ პროგრამის დასახელებაც ასეთია, გამოკითხვა მარტივად. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ვებგვერდის მისამართს, საიდანაც შესაძლებელი არის ამ პროგრამის ჩამოტვირთვა. გამოვიძახოთ პროგრამა Google Chrome და სამისამართო ზოლში ავკრიფოთ ტესტირების პროგრამის ვებგვერდის მისამართი www.easyquiz.com და დავასრულოთ enter-ით. მიღებულ ფანჯარაში დიდი არჩევანი მაინც და მაინც არ გვაქვს. ლურჯი ღილაკით შესაძლებელია პროგრამის ჩამოტვირთვა, ხოლო წითელი ღილაკით შესაძლებელი არის $25 ამ პროგრამის ყიდვა. ალბათ ლურჯ ღილაკს არჩევთ. მარჯვენა ქვედა კუთხეში თქვენ ხედავთ ჩამოტვირთვის პროცესი. პროცესის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ დააჭიროთ ჩამოტვირთულ ფაილს. ამასთან შეგიძლიათ დავხუროთ Chrome-ის პროგრამა. გვეკითხებიან გინდა თუ არა ამ პროგრამის გაშუება და რა თქმა უნდა გვინდა გავუშვათ. მიღებულ ფანჯარაში ავირჩიოთ ინსტალაცია. რამდენიმე წამში ეს პროგრამა დაინსტალირდება. ეს ფანჯარა კიდევ ერთხელ გაძლევთ საშუალებას ეყიდოთ ან უფასო ვერსიით ისარგებლოთ. დააჭირეთ Continue Evolution. დავიწყოთ ტექსტის შედგენის პროცესი. ამ პროგრამაში ტესტირების პროცესი დაყოფილი არის სამ ნაწილად. პირველ ნაწილში ხდება ტესტის ქავერის დამზადება, საწყისი გვერდის დამზადება, ასე ვთქვათ. ამ გვერდზე შესაბამის ველებში უნდა მიუთითოთ ტესტის სახელი, დახასიათება და ავტორი. სიმულაციის სახით ტესტი შევადინოთ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასა და მოღვაწეობას. ტესტის სახელი იქნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. გადავიყვანოთ ქართულ ენაზე და ავკრიფოთ ტესტის სახელი. დახასიათებაში შეგვიძლია მიუთითოთ ტესტის მოკლე ანოტაცია. ამ ველში ჩავწეროთ ავტორი. ალბათ თქვენი სახელი და გვარი. ტესტირების თავფურცელი შედგენილია და მე მგონია ჯობია რომ შევინახოთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო. დააჭირეთ ჩვეულებრივად დისკეტის გამოსახულებას. შენახვის ღილაკზე დაჭერის შემდეგ მიიღეთ ჩვეულებრივ დიალოგურ ფანჯარას, შეკითხვით თუ სად გინდათ ტესტის შენახვა. ავირჩიოთ საკაღალზე, სადაც გინდათ ტესტირების ფაილის შენახვა. ამ ნაწილში მიუთითოთ ფაილის სახელი და დავასრულოთ ღილაკით შენახვა. დავიწყოთ კითხვების და პასუხების კონსტრუირება. მარცხენა ნაწილში თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კითხვები, ხოლო მარჯვენა ნაწილში შეგიძლიათ გამოიყენოთ კითხვების კონსტრუქტორი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ელექტრონული პროგრამების დახმარებით შეგიძლია მხოლოდ და მხოლოდ დახურული ტიპის ტესტური დავალებების შემოწმება. აქედან გამომდინარე, განვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ დახურული ტიპის
ტესტურ დავალებებს. არსებობს დახურული ტიპის ტესტური დავალების რამდენიმე ვარიანტი. ყველაზე ხშირად გამოიყენება ტესტური დავალება მრავალი არჩევითი პასუხით. ეს არის დახურული ტიპის დავალება, საიდანაც მოსწავლემ უნდა ამოირჩიოს სწორი პასუხი. ტესტური დავალება მრავალი არჩევითი პასუხით გამოიყენება მაშინ, როდესაც გსურს შევაფასოს სტუდენტის მომზადება, ფაქტობრივი ცოდნიდან დაწყებული შეფასებით დამთავრებული. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ მრავალი არჩევითი პასუხის ტესტური ვარიანტის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ამ ტესტური დავალების საწყისდებულებას ეწოდება პირობა, სწორ პასუხს ეწოდება სწორი პასუხი, არასწორ პასუხს კი დისტრაქტორი. ტესტური დავალების დისტრაქტორი უნდა იყოს იმდენი, რამდენსაც ტესტი ითვალისწინებს და არა ხელოვნურად გაზრდილი ან შემცირებული. დისტრაქტორის აგება ხდება არა შემთხვევით, არამედ რაიმე ლოგიკის მიხედვით. იმ ტიპიურ შეცდომებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება მოსწავლემ დაუშვას. თქვენ ახლა ხედავთ რეკომენდაციებს მრავალი არჩევით პასუხიანი ტესტური დავალებებისთვის. რაც შეეხება ჩვენს მიერ აღნიშნულ პროგრამაში, მრავალ არჩევით პასუხიანი ტესტური დავალების შედგენას, ეს წარმოდგენილი არის მულტიპლიკაციური კითხვის ტიპის სახით. ველში კითხვა ჩავწეროთ ტესტური დავალების პირობა. ველში პასუხები ავკრიფოთ დისტრაქტორები. ვინაიდან 1861 წელი არის სწორი პასუხი, დავაჭიროთ ღილაკს სწორი პასუხი. დისტრაქტორების რაოდენობა სასურველია იყოს 2-ზე მეტი. ამიტომ დავაჭიროთ პასუხის დამატება. ჩავწეროთ ტექსტი და კიდევ ერთი პასუხი დავამატოთ. ავკრიფოთ შესაბამისი ტექსტი. მიაქციოთ ყურადღება, რომ პასუხები ზრდადობის მიხედვით არის დალაგებული. დავამთავრეთ პირველი კითხვის აკრეფა და ახალი კითხვის დამატება შეიძლება ღილაკით კითხვის დამატება. ტესტირების დროს შეიძლება დავჭირდეს ისეთი კითხვა, რომელსაც რამდენიმე სწორი პასუხი აქვს. ასეთი კითხვის ტიპს ეწოდება მულტიპლიკაციური ამორჩევა. ველში კითხვა ავკრიფოთ ტესტის სტიმული. შევიტანოთ სავარაუდო პასუხები. დანარჩენი ორი დესკრიპტორისთვის დავამატოთ პასუხის დამატება. შევიყვანოთ პასუხები. დავამატოთ კიდევ ერთი ახალი დესკრიპტორი და აღნიშნოთ სწორი პასუხები. როგორც ხედავთ, აქ აღნიშნული არის ორი სწორი პასუხი. ტესტირების დროს შეიძლება დაგჭირდეთ დავალება სწორი თანმიმდევრობის დამყარებაზე. ტესტური დავალების ეს ტიპი მიმართულია მოვლენების პროცესების თანმიმდევრობის ცოდნაზე. დავალებაში შემთხვევითი თანმიმდევრობით ჩამოთვლილია გარკვეული მოქმედებები, პროცესები, ელემენტები და მოსწავლეს მოეთხოვება მათი გარკვეული პრინციპით დალაგება. მსგავსი ტიპის დავალებებს თან ერთვის შემდეგი სახის ინსტრუქცია. დაამყარეთ სწორი თანმიმდევრობა. ასეთი სახის დავალებები იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გვინდა გავარკვიოთ, რამდენად კარგად ზის მოსწავლემ გარკვეული მოვლენების თუ პროცესების თანმიმდევრობა. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ სწორი თანმიმდევრობის დამყარებაზე აგებული ტესტური დავალების ძლიერ და სუსტ მხარეებს. თანმიმდევრობის დამყარებაზე აგებული ტესტური დავალების შესაქმნელად ჩვენს პროგრამაში დავაჭიროთ კითხვის დამატებას. კითხვის ტიპიდან ავირჩიოთ თანმიმდევრობა და ველში კითხვა ავკრიფოთ სტიმული. ავკრიფოთ მეორე პასუხი. დავამატოთ ახალი დესკრიპტორი და ჩავწეროთ პასუხი. კიდევ დავამატოთ ერთი პასუხი. პასუხები ჩვენ თვითონ უნდა დავალაგოთ სწორი თანმიმდევრობით. ამიტომ პირველი იქნებოდა არწივი, მეორე იქნებოდა ალუდაქეთელაური, შემდეგ იქნებოდა სტუმართმასპინძელი და ბოლოს იქნებოდა იასუთხარი ტურფა. ტესტირების დროს შესაძლებელია გამოიყენოთ ტესტური დავალებები შესაბამისობის დადგენას. ეს არის ტესტური დავალების ისეთი ტიპი, სადაც მოსწავლემ უნდა დაამყაროს შესაბამისობა ორ ელემენტს შორის. ტესტში მოცემულ პირობასა და პასუხებს შორის. მოცემული ტიპის დავალება არის დახურული ტიპის დავალების მოდიფიკაცია, რომელსაც რამდენიმე არჩევანი აქვს. ამ შემთხვევაში პასუხის არჩევანი შეზღუდულია მიმართულების დამყარებით. ასეთი ტიპის დავალება გამოიყენება მაშინ, როდესაც გვინდა მოვლენებს შორის კავშირების ცოდნისა და გააზრების გადამოწმება. შესაბამისობის ტესტის საუკეთესოა შემდეგი ტიპის მიმართებების დასამყარებლად. ისტორიული მოვლენები და თარიღები,
ელემენტები და სიმბოლოები, ტერმინები და განმარტებები, მთელი და მისი შემადგენელი ნაწილები, მიზეზები და მათ მიერ გამოწვეული შედეგები, იარაღები, მოწყობილობები და მათი გამოყენება, ექსპლუატაცია, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, დიაგრამები, ნახატები და მათი ინტერპრეტაცია. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ შესაბამისობის დამყარებაზე აგებული ტესტური დავალების ძლიერ და სუსტ მხარეებს. შესაბამისობის დამყარებაზე აგებული ტესტის შესაქმნელად დავაჭიროთ კითხვის დამატებას მარცხენა მხარეს. კითხვის ტიპში ავირჩიოთ ღილაკის შესაბამისობა, ავკრიფოთ სტიმული. სტიმული მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული. გაითვალისწინეთ, რომ პასუხები ჩვენ სწორად უნდა ჩავწეროთ. დავამატოთ კიდევ პასუხები, დავამატოთ მეოთხე პასუხი. ტესტირების დროს შეიძლება დავიჭირდეს ტესტური დავალება ღია დაბოლოებით. ამ შემთხვევაში სტანდარტული ინსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგნაირად: ჩასვით გამოტოვებული სიტყვა ან დაასრულეთ ფრაზა. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ღია დაბოლოებიანი ტესტური დავალების ძლიერ და სუსტ მხარეებს. ღია დაბოლოებიანი ტესტის შესაქმნელად დააჭირეთ ღილაკს კითხვის დამატება. კითხვის ტიპში ავირჩიოთ მოკლე პასუხი, ველში კითხვა, ავკრიფოთ დახურული ტიპის ტესტურ დავალებებში შესაძლებელია გამოიყენეთ ჭეშმარიტია მცდარია ტიპის ტესტური დავალებაც. ასეთი ტესტური დავალება მაშინ გამოიყენება, როდესაც დიდი მოცულობის მასალის ცოდნა დროის მცირე მონაკვეთშია გადასამოწმებელი და ისეთ დებულებებს და მტკიცებულებებს ვამოწმებთ, რომელთა ორი ლოგიკური პასუხი აქვს. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ჭეშმარიტია მცდარია ტიპის ტესტური დავალების ძლიერ და სუსტ მხარეებს. ჭეშმარიტია მცდარია ტიპის ტესტური დავალების შესაქმნელად დავაჭიროთ კითხვის დამატებას. კითხვის ტიპში ავირჩიოთ პოლარული კითხვა. პირველ რიგში ავკრიფოთ კითხვა. დავაჭიროთ სწორ პასუხს. ამავე პროგრამაში შესაძლებელია გამოიყენოთ სხვადასხვა სიმბოლოები. ამისთვის გამოიყენოთ შრიფტის symbol, webding, windings და ასე შემდეგ. დავამატოთ კითხვის დამატება. შესაძლებელია ჩავსვათ სურათი. დავაჭიროთ ტექსტი და ავირჩიოთ სწორი პასუხი. ამავე პროგრამაში აგრეთვე შესაძლებელია მათემატიკური ფორმულების გამოყენებაც. ამის შემდეგ გადავიდეთ ტესტირების პარამეტრებს. ველში კითხვები ტესტისთვის თქვენ შეიძლება აერჩიოთ რეჟიმი, როდესაც მოსწავლეს მიეწოდება ყველა კითხვა. ან არის შესაძლებლობა, რომ 100 კითხვიანი ტესტიდან თითოეული მოსწავლისთვის შეერჩევა შემთხვევითი 10 კითხვა. შემდეგ ველში შესაძლებელია კითხვები დაალაგდეს შემთხვევით ან თანმიმდევრობით. აგრეთვე შესაძლებელია პასუხები დაალაგდეს შემთხვევით ან თანმიმდევრობით. შეფასების სისტემაში შეგვიძლია ავირჩიოთ შეფასების სხვადასხვა ვარიანტები. ტესტირების წარმატების ერთ-ერთი ვარიანტი არის დროის სწორად შერჩევა. შესაძლებელია დროის შეზღუდვა არ იყოს ტესტირების დროს მითითებული, ან შეიძლება შემოვიღოთ 10 წუთიანი შეზღუდვა. ტესტირება უნდა დამთავრდეს 10 წუთში. შესაძლებელია საბოლოო შედეგის ფურცელი გამოვიდეს ეკრანზე. აგრეთვე გამოტანილი იყოს საბოლოო ქულა. ამ პარამეტრებით ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ ტესტი და ეს გადაგვრჩენია გავუშვათ ტესტირების პროგრამა. ამ ფანჯარაში მოსწავლემ უნდა შეიყვანოს თავის სახელი და დააჭიროს ტესტირების დაწყებას. მიღებულ ფანჯარაში მოსწავლემ უნდა აერჩიოს სწორი პასუხი და დააჭიროს ღილაკს დადასტურება. აქ გჭირდებოდა გადაადგილება, არწივი, თანმიმდევრობის დაცვა, ალუდა ქეთელაური, სტუმარმასპინძელი და იას. ესე დავაჭიროთ დადასტურებას, აქაც სწორი პასუხები უნდა გადავაადგილოთ. დავაჭიროთ დადასტურებას, შეგვიძლია დავაჭიროთ ღილაკს შემდეგი, გამოტოვოთ ანუ ეს კითხვა, როდის დაიბადა ვაჟა-ფშაველა. აქაც ერთი სწორი პასუხი უნდა ავირჩიოთ, ხოლო ამ ფანჯარაში შესაძლებელი არის ორი სწორი პასუხის არჩევა. ხმელი წეფელი და იას არის სწორი. დადასტურება, ეს ვაჟა-ფშაველაა? ვთქვათ არა. გამოტოვებული კითხვა დაგვიბრუნდა ის. დავაჭიროთ დადასტურებას და როგორც ჩანს მივიღეთ 5 ქულა. შეგიძლიათ ნახოთ შედეგების ფურცელი, შევინახოთ ეს შედეგების ფურცელი
გეკითხებიან, სად გინდათ მოცემული ფაილის დამახსოვრება. შევინახოთ სამუშაო დაფა. სახელი ავტომატურად არის საგრაფო. ამ შემდეგ შეგვიძლია დავხუროთ ეს პროგრამა.